ქვეყანა მთავრობის გარეშე. ბოლო რამდენიმე თვეა რუმინეთში სრული პოლიტიკური განუკითხაობა. 2024 წლის შემოდგომის გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად დიდი სკანდალი აღმოჩნდა, რომ მასზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმაც კი ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. The situation has gotten so bad that this December Romania straight up canceled the results of a presidential election. ქვეყანაში და მის გარეთაც დაიწყო საუბარი თითქოს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და შემდეგ დასავლეთის ზეწოლით გაუქმდა შედეგები, არასასურველი კანდიდატის ჩამოსაშორებლად. ამ არეულობის ფონზე რუმინეთს ჯერ ვადაგასული პრეზიდენტი მართავდა, რომელსაც პროტესტის ფონზე მოგვიანებით გადადგომა მოუხდა, ხოლო დროებითი პრეზიდენტის ფუნქცია სენატის თავმჯდომარემ აიღო საკუთარ თავზე. მოკლედ, დღეს განვიხილავთ რუმინეთში გარე ძალების შესაძლო ჩარევის მაგალითს. ვინ და რატომ გააუქმა 2024 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ვიდეოს დასაწყისში არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. 2024 წელი ბევრი ქვეყნისთვის საარჩევნო წელი იყო, მათ შორის რუმინეთისთვისაც, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს გაიმართა. რუმინეთში კი პრეზიდენტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. პრეზიდენტი განაგებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს, ვეტოს ადებს კანონპროექტებს და რა თქმა უნდა წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს. პირველ ტურში კი ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. პირველ ადგილზე კალინ ჯორჯესკუ გავიდა 22%-იანი მხარდაჭერით, მაშინ როცა ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით ის 10%-საც კი ვერ აგროვებდა. კალინ ჯორჯესკუ ულტრამემარჯვენე დამოუკიდებელი კანდიდატი გახლდათ, რომელიც გამოირჩევა ანტიევროპული რიტორიკით, ვლადიმერ პუტინისადმი დადებითი დამოკიდებულებით და მკვეთრად ანტიუკრაინული განცხადებებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბევრგან და განსაკუთრებით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში შეინიშნება ანტიუკრაინული განწყობების გაძლიერება მიმდინარე ომის ფონზე. ჯორჯესკუს კამპანია თითქმის მთლიანად TikTok-ზე იყო აგებული და იმდენად წარმატებით, რომ მისი ვიდეოები რამდენიმე დღეში მილიონობით ნახვას აგროვებდა. მრავალი წყაროს მიხედვით ამ წარმატების მიღწევა ალგორითმების მანიპულაციით და სხვა კანდიდატების კამპანიების სტრატეგიის პირდაპირი კოპირებით ხდებოდა. ჯორჯესკუს გუნდი იყენებდა 25,000-ზე მეტ ანგარიშს, საიდანაც კოორდინირებულად ავრცელებდა მის მხარდამჭერ ვიდეოებს. ისინი Telegram და Discord არხებზე გასცემდნენ ინსტრუქციებს ინფლუენსერებზე, თუ როგორ გაევრცელებინათ ვიდეოები TikTok-ის უსაფრთხოების ფილტრების გვერდისავლით. შედეგად TikTok-მა ვერ მოახერხა ჯორჯესკუს ვიდეოებისათვის სათანადო პოლიტიკური მარკირების მინიჭება და მისი კონტენტი პლატფორმაზე ალგორითმულად უფრო ფართო აუდიტორიას მიეწოდებოდა ვიდრე სხვა კანდიდატების. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს, DSA-ს, რომელიც ავალდებულებს ტექნოლოგიურ კომპანიებს გამჭვირვალობასა და პოლიტიკური რეკლამის მკაფიო მარკირებას. მან დიდი ყურადღება მიიზიდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ალგორითმი მის კონტენტს ანიჭებდა უპირატესობას. ვიდეოები არ იყო მონიშნული როგორც პოლიტიკური კონტენტი, რაც ცალსახად არაპროპორციული მიდგომაა TikTok-ის მხრიდან. ეს კი ევროკავშირში აკრძალულია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მიხედვით TikTok-ი და სხვა სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულები არიან გამოაქვეყნონ რეკლამების ბიბლიოთეკა, სადაც დეტალურად უნდა იყოს მითითებული რეკლამის შინაარსი, სამიზნე აუდიტორია და დაფინანსების წყარო. თუმცა ევროკომისიის განცხადებით TikTok-მა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა, რაც სერიოზული დაბრკოლებაა თაღლითური რეკლამებისა და კოორდინირებული კამპანიების იდენტიფიცირებისათვის. ამას დაემატა ჯორჯესკუს კამპანიის გაუმჭვირვალე დაფინანსება. სხვადასხვა ცნობებით მისი რეკლამების უკან იდგა უცხოური ძალა, სავარაუდოდ რუსეთი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ეჭვებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საბოლოოდ ამ ყველა ფაქტორის სამართლებრივი დარღვევებისა და სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად ცნო და ახალი არჩევნები დაინიშნა. ხელახალი კენჭისყრის პირველი ტური 4 მაისს გაიმართა, მეორე კი 18 მაისს, რასაც მოგვიანებით დაუბრუნდებით. არჩევნების გაუქმების შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ალაპარაკდა, რომ რუმინეთის სახელმწიფო სტრუქტურები ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. დასავლეთს აშკარად არ აწყობდა პრეზიდენტად ანტიევროპულად განწყობილი ულტრამემარჯვენე კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს მოსვლა და გაჩნდა ეჭვები, რომ ევროკავშირმა რუმინეთს შედეგები გააუქმებინა.
Now, I was struck that a former European commissioner went on television recently and sounded delighted that the Romanian government had just annulled an entire election. He warned that if things don't go to plan, the very same thing could happen in Germany too. JD Vance-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, რუმინეთსაც თავისი ინსტიტუციები აქვს. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. ის 9 მოსამართლისაგან შედგება, რომლებსაც სხვადასხვა ორგანოები ნიშნავენ. მათ წარსულში საკმაოდ ბევრჯერ ჰქონიათ ვერდიქტზე უთანხმოება, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ მათ არჩევნების ანულირების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, რადგან პროცესი თავიდან ბოლომდე მორღვეული იყო უცხოური ძალის ჩარევის გამო. რუმინეთის არჩევნების სკანდალს ირაკლი კობახიძეც კი შეეხო, როცა განაცხადა, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატიის ჩარევით საერთოდ გაუქმდა უკვე ჩატარებული არჩევნები რუმინეთში ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფიქრობენ თუ არა ასე რუმინელები. რუმინელი მოქალაქეების შეხედულების გასაგებად საუკეთესო გზა მათი რეაქციის შეფასებაა. ბევრს ეგონა, რომ ეს გადაწყვეტილება მასობრივ პროტესტს გამოიწვევდა. დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, რომ რუმინელები აღარ მოისურვებდნენ დარჩენას ევროატლანტიკურ სისტემაში და დაუჭერდნენ მხარს ჯორჯესკუს, რათა სრულად შეეცვალა არსებული რეჟიმი. თუმცა ასე არ მოხდა. როდესაც მოქალაქეებმა თვალი გაუსწორეს გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროებულ ვერსიებს და დოკუმენტების გასაჯაროების მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წამოაყენეს, ბევრი მიხვდა ჩემი აზრით, რომ ქვეყანა ფაქტობრივად შეტევის ქვეშ იყო. 2025 წლის 4 მაისს ხელახალ არჩევნებში სასამართლო გადაწყვეტილებით ჯორჯესკუმ ვეღარ იყარა კენჭი. სამაგიეროდ ჯორჯესკუმ მხარი დაუჭირა მემარჯვენე კოალიციური ძალების კანდიდატს ჯორჯე სიმიონის, რომელიც ამომრჩეველს ჯორჯესკუს მაღალჩინოსნად დანიშნვას პირდებოდა გამარჯვების შემთხვევაში. სიმიონმა პირველ ტურში ხმების 40.59% დააგროვა. მეორე ადგილისათვის კი იბრძოდნენ კონსერვატორი, ამჟამინდელი მართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ და დამოუკიდებელი ცენტრისტი ნიკუშორ დანი, რომელიც ბუქარესტის მერი გახლდათ 2020 წლიდან. თავდაპირველად ანტონესკუ ლიდერობდა, თუმცა ემიგრანტების ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ დანიმ ანტონესკუ სულ მცირედით 1%-ზე ნაკლებით გადაუსწრო და მეორე ტურში გავიდა. რუმინეთის სისტემის მიხედვით, თუ პირველ რაუნდში არც ერთი კანდიდატი არ დააგროვებს 50%-ზე მეტს, მაშინ მეორე ტური ინიშნება. პარალელისათვის, ეს საქართველოშიც ასე იყო, სანამ პრეზიდენტს ხალხი პირდაპირ წესით ვირჩევდით. მაგალითისათვის შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს. თუმცა, რუმინეთის არჩევნების მეორე ტურამდე იყო კიდევ ერთი სკანდალი. 2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ რუმინეთს ვადაგასული პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მართავდა, რაც ქვეყანაში მასობრივ პროტესტს და პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევდა. ამ ვითარებამ შეკითხვები გააჩინა იოჰანისის მანდატის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. სამა მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში დაახლოებით 35%-ს ფლობენ, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაც დაიწყო. იოჰანისის არაპოპულარულობამ გააჩინა რისკი, რომ მათ ინიციატივას მემარცხენეან ზომიერი პარტიებიც შეუერთდებოდნენ და სწორედ ამ ფონზე ქვეყნის სტაბილურობის დაცვის მოტივით კლაუს იოჰანისი 2025 წლის თებერვალში გადადგა. მის ადგილას პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა რუმინეთის სენატის თავმჯდომარე ილიე ბოლოჟანი. და ბოლოს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს ჩატარდა, სადაც გამარჯვება დამოუკიდებელმა პროევროპულმა ნიკუშორ დანამ მოიპოვა. ის რუმინეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეინსტრიმული პარტიებიდან არ მოდის. კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა, რომელსაც მხარი ბევრმა მცირე პარტიამ დაუჭირა, მემარცხენემ თუ მემარჯვენემ. პროფესიით მათემატიკოსია, სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საერთაშორისო ოლიმპიადების ოქროს მედალოსანი. ამიტომ მან საზოგადოებას კომპეტენტურობა დაანახა და მერიტოკრატიის დიდი როლი რუმინეთის მოდერნიზებასა და მსოფლიო პოზიციის განვითარებაში. ამით შეიძლება ითქვას, რომ რუმინეთის კრიზისი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორი იყო თუ არა შემოდგომის არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება? ტრადიციულად თქვენს კომენტარებს დაველოდები.
ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მაყურებელს. თუ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენთვის ახალი ინფორმაცია შეიტყვეთ და ჩვენი შრომა ღირებულად მიგაჩნიათ, დაგვეხმარეთ სრულიად უფასოდ, მაგრამ უაღრესად ეფექტურად. გამოიწერეთ ცნობისთვის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა, რომელიც მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არსებობს, თუმცა ჩვენი მაყურებლის 90%-ს არხი ჯერ არ გამოუწერია. სწორედ თქვენი ერთი გამოწერა გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ საგანმანათლებლო მიუკერძოებელი კონტენტის შექმნა. ერთი წლის იუბილე კი გვინდა 10,000 გამომზარით ვიზეიმოთ. მადლობა ყურადღებისათვის, მე კი მსოფლიოს აქტუალურ მოვლენებზე საუბარს ამ ვიდეოებში გავაგრძელებ.